მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ დიდ გეოპოლიტიკურ სამკუთხედზე, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი. ეს დიდი გეოპოლიტიკური სამკუთხედი ყოველთვის აქტუალური იყო, გულისხმობ ცივი ომის დამთავრების შემდგომ პერიოდში, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, განსაკუთრებით უკრაინის გარშემო, წინ წამოწია ეს თემა. ისევ და დღეს მინდა ასე ვთქვათ მოკლედ განვიხილოთ რა არის ეს სამკუთხედი, რის მიღწევას ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები. შეძლებს თუ არა ის ასე ვთქვათ მოსკოვსა და პეკინს შორის არსებული ახლო ურთიერთობების შეჩერებას, სრულად გაფუჭებას, მოახერხებს თუ არა რუსეთის გადმობირებას თავის მხარეს. და რა პოზიცია აქვს მოსკოვს, რა პოზიცია აქვს ჩინეთს და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ტრიალებს დღესდღეობით აი უკრაინის საკითხის გარშემო. თვითონ ის თემა უკრაინა როგორც ქვეყანა, რომლის გარშემოთაც მიდის ვაჭრობა, უკვე მეტყოლებს იმაზე, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის უფრო გლობალური საკითხები არის განხილული, ასე ვთქვათ, და უკრაინის საკითხი ერთ-ერთია მათგანი, სადაც მიმდინარეობს, რომლის გარშემოთაც მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, დიდი ვაჭრობა. რას გულისხმობ ამაში? ახალი ამერიკული ადმინისტრაცია ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დასტაბილურებას, მოგვარებას თუ არა, ყოველ შემთხვევაში ამ საერთო ხედვების გამონახვას, რათა მოხდეს უფრო სტაბილური ურთიერთობების დამყარება ამ ორ დიდ მოთამაშეს შორის. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ეს თქვათ მწვავე განცხადება ვაშინგტონიდან, თავისთავად მწვავე განცხადებები მოსკოვიდან, როგორც ერთმანეთს წინააღმდეგ, ასევე უკრაინის მისამართითაც და ძალიან ბევრს გაუკვირდა ის, რომ მოვიდოდა დრო ისეთი, როდესაც მოსკოვი და ვაშინგტონი რაღაცნაირად ერთი და იმავე პოზიციაზე იქნებოდნენ უკრაინის გარშემო, ხო? მაგრამ ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ და ჩვენ შორს ვარ ჯერ იმ აზრისგან, რომ ეს ორი ქვეყანა დაძმობილდება, მოხდება მათი ურთიერთობების სრულად მოგვარება, ან თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ ის მცდელობა ძალიან ბევრის მანიშნებელია, თუ ჩვენ ცოტა უფრო გლობალურ ჭრილში გადავხედავთ იმას, თუ რაც ხდება, უფრო ისტორიულ ჭრილშიც გადავხედავთ ამას და აქ საინტერესო რა არის, რომ უკრაინა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ის უფრო მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციისთვის. გასაგები მიზეზების გამო ეს არის გეოგრაფიული სიახლოვე, ისტორიული მნიშვნელობა უკრაინისა რუსეთისთვის და სხვა მრავალი საკითხი, რომელიც აერთიანებდა უკრაინას და რუსეთს პრინციპში საუკუნეების განმავლობაში. ამერიკისთვის უკრაინა გარკვეულწილად შემაკავებელ როლს ასრულებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის კლასიკური გაგება გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, თამაშის მეთოდი, ასე ვთქვათ, გამოიყენო ერთი ქვეყანა, რათა შეაჩერო, შეაკავო, ასე ვთქვათ, მეორე დიდი შენი მოწინააღმდეგე, განსაკუთრებით როდესაც შენ ხარ საზღვაო იმპერია და გინდა სახმელეთო იმპერიის შეკავება, რომელიც ამ შემთხვევაში რუსეთი არის. და შენ ამას პრინციპში წარმატებით მოახერხებ, თუ ჩადებ საკმარის რესურსს, იქნება ეს ადამიანური თუ ფინანსური ან სამხედრო უშუალოდ, სამხედროში გულისხმობ აი ტექნიკას, რასაც ქვია. მაგრამ დღევანდელ ვითარებაში არის ერთი კიდევ მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის ჩინეთი. გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩინეთი არის ბევრად უფრო დიდი მოწინააღმდეგე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია. ეს ასახულია ყველა იმ სამთავრობო დოკუმენტში, სტრატეგიაში, სტრატეგიულ ეს ვთქვათ, დოკუმენტებში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა ბოლო წლების განმავლობაში. რუსეთი არის მოწინააღმდეგე, მაგრამ ის არ არის ეგზისტენციალური საფრთხის მქონე.
და ამასთან შედარებით ჩვენ გვაქვს ჩინეთი, რომელიც აღქმულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ როგორც ნომერ პირველი მოწინააღმდეგე. ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკის ინტერესი არ არის შავ ზღვაში, კასპიის ზღვაში, ცენტრალურ აზიაში ან თუნდაც აღმოსავლეთ ევროპაში ისე დონეზე, როგორც მაგალითად ინდოეთ-წყნარე ოკეანეში. ეს არის ის სივრცე, სადაც წყდება პრინციპში 21 საუკუნის ბედი. ამას თვითონ ამერიკელებიც აღიარებენ, პრინციპში ამავე აზრის არიან ჩინელებიც, მაგრამ აი ეს მომენტი ზუსტად კარგად გამოიყენეს რუსებმა. გრძელვადიან პერსპექტივაში მათ დაინახეს, რომ თუ წინააღმდეგობას გაუწევენ კოლექტიურ დასავლეთს, ამ შემთხვევაში კოლექტიურ დასავლეთი უფრო ისე ვთქვათ პირობითი სახელწოდება არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების. თუ გაუწევენ წინააღმდეგობას ამ კოლექტიურ დასავლეთს, გრძელვადიან პერსპექტივაში კოლექტიური დასავლეთი ვერ გაუმკლავდება ამ რუსულ ზეწოლას, რუსეთის ზეწოლას, რადგან მას ყავს უფრო მასშტაბური მოწინააღმდეგე, როგორიც არის ჩინეთი. ის რაც ხდება უკრაინის გარშემო, ანუ ამერიკის მცდელობა, რომ დისტანცირდეს ევროპიდან, უკრაინიდან პირველ რიგში, ანუ ზოგადად შავი ზღვისპირეთიდან, პირველ რიგში არის გამოწვეული იმით, რომ უნდა გაიხედონ იქ ინდოეთ-წყნარე ოკეანის მიმართულებით. რუსებს ეს კარგად ესმოდათ წლების განმავლობაში, შეიძლება გაუკვირდათ კიდევაც ის იმ ხარდაჭერისა, რაც ამერიკამ და ევროკავშირმა აღუთქვა უკრაინას ამ წლების განმავლობაში 2022 წლიდან მოყოლებული, ეს შეიძლება ბევრისთვის გასაკვირიც კი იყოს იმ კუთხით, რომ ბევრი მიიჩნევს, რომ არასაკმარისი მხარდაჭერა იყო დასავლეთისგან უკრაინის მიმართულებით, მაგრამ ის დახმარება, რაც მიიღო უკრაინამ და ის ზომები, რაც მიიღო დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ, ამ სანქციების სახით, ესეც გარკვეულწილად იყო მოულოდნელი რუსებისთვის და იყო ეს ელემენტი იმისა, რომ მოულოდნელობის, რადგან არ ელოდნენ ასეთ მძაფრ რეაგირებას იქნება ეს ბრიუსელისგან თუ ვაშინგტონისგან. მაგრამ აქ ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად აი იმ სირთულეებისა, რასაც რუსები დღეს ეჯახებიან უკრაინაში და სირთულე მაინც ის არის, რომ მათ ვერ მოახერხეს სრულად თავისი სტრატეგიული მიზნის მიღწევა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. გრძელვადიან პერსპექტივაში საერთო გეოპოლიტიკური სურათი მაინც რუსეთის მხარეს იყო და არის. პირველ რიგში იმიტომ, რომ არის ჩინეთის ფაქტორი. და რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებს და პრინციპში ევროკავშირსაც ეკონომიკური კუთხით აწუხებს უფრო ჩინეთის აღზევება, შესაბამისად იქნება ეს 1 წელიწადში, 2 წელიწადში, თუ თუნდაც 10 წელიწადში დასავლეთი მაინც უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანდა და დასავლეთში პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობ, ყურადღებას გადაიტანდა ინდოეთ-წყნარი ოკეანის მიმართულებით. აი ზუსტად აი ამის მცდელობა მიმდინარეობს დღეს, რომ ამერიკამ გადაწიოს მთელი თავისი ინტერესები და დაიტანოს იქეთ. და ზუსტად ამას შეიძლება შეეწიროს უკვე უკრაინა. ეს კარგად ესმოდათ რუსებს, კარგად ესმის დღესაც და ამიტომაც ასე პრინციპში შეიძლება ითქვას გარკვეულწილად მომგებიან პოზიციაშიც არიან. საქმე იმაში არის, რომ მათ კარგად ესმით, რომ ვერ მოახერხებენ პირდაპირ კონკურენციას ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუ ჩინეთთან, მაგრამ თუ ჭკვიანურად მოახერხებენ ამერიკასა და ჩინეთს შორის წინააღმდეგობის გამოყენებას, აი მაშინ უკვე თავის, ესე ვთქვათ, ინტერესს თავის სამეზობლოში ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე და შავი ზღვიდან ცენტრალურ აზიამდე, ესე ვთქვათ, დაიცავენ და გარკვეულწილად ეს პერიმეტრი შენარჩუნდება, რაც იყო იქნება ეს რუსეთის იმპერიაში თუ საბჭოთა კავშირის დროს, ხო?
სამხედრო პერიმეტრს გულისხმობ, როდესაც რუსებს ეკავათ პრინციპში ეს სამეზობლო, თავისი მეზობელი ქვეყნები და ასე ვთქვათ, წინახაზე თავდაცვაზე იყვნენ გადასულები გარე მტერთან მიმართულებით, როდესაც მათ პრინციპში სამხედრო ბაზები ეყენათ თავის აი ამ ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში, რომ ახლა აქ ჩვენთვის საინტერესო რა არის, რომ აი ამ დიდ თამაშში, აი ამ სამკუთხედში რუსებს კარგად ესმოდათ, რომ დასავლეთი და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები იმისათვის, რომ უფრო მეტად გაუმკლავდეს, მარტივად, ეფექტიანად გაუმკლავდეს ჩინეთს, მას ესაჭიროება რუსეთის ხარდაჭერა. და აი ამის პირველი ნაბიჯებიც პრინციპში გამოიკვეთა სულ რაღაც რამდენიმე დღის თუ კვირის წინ, როდესაც აი უკრაინის გარშემო დაიწყო ასე ვთქვათ მთელი ეს პერიპეტიები, მიდიოდა ვაჭრობა უკრაინი თუ არა და თუ ჩააბარებდა, ასე ვთქვათ უხეშად რო გამოვიყენოთ ესეთი ტერმინი, ამერიკის შეერთებული შტატები ამ ქვეყანას რუსეთს. ანუ აი ამ დიდ სამკუთხედში, ამ დიდ თამაშში ამერიკას სურს, რომ რუსეთი იყოს მის მხარეს, ანუ უფრო ნეიტრალური, როდესაც საქმე ეხება ვაშინგტონსა და პეკინს შორის წინააღმდეგობას. და რუსებს ეს კარგად ესმით, რუსები ამას ჭკვიანურად იყენებენ პრინციპში და იქნება ეს დიპლომატიით თუ ძირითადად სამხედრო ძალის გამოყენებით ცდილობენ აი ეს ინტერესი წინ წამოწიონ, რადგან ესმით, რომ ერთი ერთზე შეიძლება ვერც ჩინეთმა დაამარცხოს ამერიკა და ვერც პირიქით ვერც ამერიკა დაამარცხებს ჩინეთს და აი თუ მოხდება აი ეს გათამაშება, რომ რუსეთის გადმობირება მოხდეს დასავლეთის მხარეს, ხოლო ასე ვთქვათ, ჩინეთი დარჩება გარკვეულწილად მარტო დიდი მოკავშირეების გარეშე, მაშინ კიდევ ჩინეთის მდგომარეობა მეტად გეოპოლიტიკურად შეიძლება არა მყარ ვითარებაში აღმოჩნდეს. რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ რუსეთი დათანხმდეს ამ თამაშს, ხო? ანუ რუსეთს აწყობს ეს რომ მოხდეს, მაგრამ რუსეთს სჭირდება რაღაცა სანაცვლო და ეს სანაცვლოდ არის, რა თქმა უნდა, თავისი გავლენის სფერო სამეზობლოზე. ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე და შავი ზღვიდან ცენტრალურ აზიამდე, ანუ ის სივრცე, რომელიც მოიცავდა, როგორც თქვით უკვე, რუსეთის იმპერიას და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირს. თუ მოხდება აი ასეთი ზონის შექმნა, რუსები გარკვეულწილად შეიძლება წავიდნენ თავის მხრივ დათმობებზე და შეამცირონ გარკვეულწილად თავისი თანამშრომლობა ჩინეთთან, მაგრამ აი ამ შემცირებასაც გააჩნია რა დოზით გულისხმობთ აქ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ აი ეს გათამაშება, რაც მოხდა ცივი ომის დროს, როდესაც ჰენრი კისინჯერმა და ნიქსონმა ჭკვიანურად გაათამაშეს ასე ვთქვათ მთელი ხრიკი გეოპოლიტიკური, ხო, როდესაც ჩინეთი მოწყვიტეს საბჭოთა კავშირს და თავის მხარეს გადმოიბირეს მოსკოვის წინააღმდეგ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ აი ასეთი რამ გათამაშდეს დღეს, ხო? 60-იან და 70-იან წლებში მე-20 საუკუნისა მრავალი წინააღმდეგობა არსებობდა მოსკოვსა და პეკინს შორის და ამერიკელებმა ის კარგად წაიკითხეს, კარგად მიხვდნენ რაც ხდებოდა და ასე ითამაშეს იმ სისუსტეებზე, რომელიც არსებობდა იმ დროს ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. დღეს ასეთი სისუსტეები მოსკოვსა და პეკინს შორის არ არსებობს. რა თქმა უნდა, მათ შორის წინააღმდეგობა არის გარკვეულწილად ცენტრალურ აზიაში, შეიძლება სამხრეთ კავკასიაშიც თუნდაც, მაგრამ ეს ის წინააღმდეგობა და ისეთი დონე წინააღმდეგობისა და ასე ვთქვათ, ურთიერთზიზღისა მაინც არ არის, რომ მან გადააჭარბოს და მან ასე ვთქვათ, წალეკოს მათი ორმხრივი ურთიერთობები,
რადგან საერთო ჯამში, ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ორი ქვეყანა უფრო ხეირობს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობით. რადგან ეს მათ საერთო მოწინააღმდეგე ეყავთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და პრინციპში კოლექტიური დასავლეთი. ამიტომაც ამერიკელების ლოგიკა გასაგებია, მათ უნდათ რომ აი ეს ალიანსი, რომელიც პრინციპში მოსკოვსა და არაოფიციალური ალიანსი, რომელიც მოსკოვსა და პეკინს შორის არსებობს, მოშალონ, მაგრამ რამდენად არის ეს შესაძლებელი, აქ ძალიან ბევრი არგუმენტის და კონტრარგუმენტის მოყვანა არის შესაძლებელი, მაგრამ როგორც ჩვენ ვიმსჯელეთ, ეს არის უფრო ნაკლებად შესაძლებელი ვიდრე რეალისტური, რადგან უბრალოდ მარტივი არგუმენტი ის არის, რომ ორ ძალას შორის არ არსებობს დღეს ისეთი სათანადო წინააღმდეგობები, რომლის გამოყენებას შეძლებს ამერიკის შეერთებული შტატები. ეს რა თქმა უნდა კარგად ესმით რუსეთს. რუსეთში, მოსკოვში და ამიტომაც გარკვეულ დათმობებზე შეუძლიათ ალბათ წასვლა, მაგრამ რეალობა არის ის, რომ სრულად ჩინეთზე უარის თქმას ვერ მოახერხებენ და პრინციპში ალბათ არც სურთ, იმიტომ რომ რუსეთსაც როგორც დიდ მოთამაშეს სურს, რომ გარკვეული ბალანსი ჰქონდეს მას. მას არ სურს ისევ დასავლეთისკენ გადაიხაროს გეოპოლიტიკურად სრულად და გარკვეულწილად მოშალოს ის კავშირები, რაც მან შექმნა აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან, ან ასე ვთქვათ, ევრაზიასთან ურთიერთობით 2022 წლიდან მოყოლებული და ამ ურთიერთობებში გულისხმობ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ინვესტიციებით ურთიერთობას და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მიღწეულ წარმატებებს, თუნდაც ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი ირანთან და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამის მოწყვეტა და მორღვევა რუსეთს არ სურს. ამიტომაც რუსეთს შეუძლია გარკვეულწილად შეანელოს ჩინეთთან თავისი, ესე ვთქვათ, მჭიდრო სამხედრო თუ თუნდაც ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მოხდება იმის სანაცვლოდ, რომ მოხდეს, ესე ვთქვათ, დასავლური სანქციების მოხსნა, მოხდეს ასე ვთქვათ, დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება და გარკვეულწილად რუსეთმა გარკვეული ბალანსი დაიჭიროს ისევ აი დასავლეთსა და შორეულ აზიას შორის, ხო? ახლა აი ამ დიდ სამკუთხედში გარკვეულწილად შესაძლებელია, რომ ნაკლებად კომფორტულ ვითარებაში აღმოჩნდეს ჩინეთი, რადგან ჩინეთი 90-იან წლებიდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2000-იანების დასაწყისიდან სულ იყო მოლოდინში იმისა, რომ ამერიკა სრულად გადაერთვებოდა ინდოეთ-წყნარი ოკეანის მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ პრინციპში შეეცდებოდა ჩინეთის შეკავებას. მთელი რიგი მოვლენებისა უშლიდა ხელს ამერიკას, რომ 90-იან წლებიდან მოყოლებული გამხდარიყო მთელი თავისი ყურადღება გადაეტანა ჩინეთის მიმართულებით. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა პრინციპში მთელი ამერიკული ენერგია, ანუ ასე ვთქვათ, სამხედრო ენერგია, დიპლომატიური რესურსები და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, შეიწოვა და პარალელურად ავღანეთში მიმდინარე მოვლენებიც, ხო, ეს აწლევლებზე გაწელილი, ასე ვთქვათ, ომი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უშლიდა ამერიკას ხელს, რომ რეალურად ყურადღება გადაეტანა ჩინეთის მიმართულებით. და მე შემდეგ უკვე 2014 წლიდან დაიწყო უკრაინის კრიზისი, პრინციპში იმ მომენტში კრიზისი, რომელიც მერე უკვე სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა 2022 წელს და აი ამდენი წლის განმავლობაშიც ამერიკელებმა ვერ მოახერხეს სრულად თავისი ყურადღების გადატანა ინდოეთ-წყნარი ოკეანის მიმართულებაზე. და ამით ხეირობდა, რა თქმა უნდა, ჩინეთი, რადგან კოლექტიური დასავლეთი იყო პრინციპში დაკავებული სხვა პრობლემებით. მერე მას უკვე ყავდა რუსეთი, როგორც პირდაპირი საფრთხე მოწინააღმდეგე და მთელი ეს
წინააღმდეგობა, რომელიც ჩინელების გადმოსახედიდან დასავლურ ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა, ამ შემთხვევაში რუსეთიც დასავლური ქვეყანა არის ჩინეთისთვის. ეს რა თქმა უნდა იყო ძალიან დადებითი გეოპოლიტიკური მოვლენა ჩინეთისთვის, რადგან აი ეს ქვეყნები იყვნენ მოშორებულები ჩინეთისგან, ჩინეთის სამეზობლოსგან, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად და არ ეცალათ ჩინეთის ნამდვილი შეკავებისთვის, ხო, რისიც პრინციპში სურვილიც პეკინს, რა თქმა უნდა, არ აქვს. და ამიტომაც დღეს შესაძლებელია ეს შეიცვალოს, თუ მაგალითად უკრაინის გარშემო ნამდვილად რუსები და ამერიკელები მორიგდებიან, იმეგობრებენ, რუსები რაღაც დათმობაზე წავლენ, ოღონდ ამის სანაცვლოდ, როგორც ვთქვით, უზარმაზარ დათმობებს მიიღებენ კოლექტიური დასავლეთისგან. ეს ყველაფერი ჰიპოთეტურია, მაგრამ როგორც ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, სავსებით შესაძლებელია, რომ აი ამ დიდ გათამაშებაში, ამ დიდ სამკუთხედში, ხო, მოხდეს ასეთი რადიკალური ცვლილებები. თუმცა აქვე ისიც ვთქვით, რომ დღეს არ არის ის ვითარება, როგორც იყო ცივი ომის დროს და არც ერთ მოთამაშეს არ სურს სრულად ერთთან გაწყვეტა და მეორესთან გადასვლა თანამშრომლობისთვის, ხო? ამიტომაც ძალიან პატარა შანსია იმისა, რომ დასავლეთმა მოახერხოს რუსეთის სრულად გადმობირება ჩინეთის წინააღმდეგ. ერთადერთი რისი იმედით შეიძლება გქონდეს, ეს არის რუსების მხრიდან გარკვეულწილად თანამშრომლობის შემცირება ჩინეთთან რაღაცა ასპექტებით და არა, ასე ვთქვათ, სრულად გადახედვა აი ამ მასშტაბური ურთიერთობებისა, რაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს.